იცი რატომ მიდის, რომ მეზობლებმა და მაგის შობლები ახლოს ცხოვრობენ, რომ არ გაიგო. რა გასვა? ქართულ რა ვლაგიღარ? აი ეს ხომ. მე ვარ მარია და მომწონს ინდური სიმღერა და ქართული ცეკვა. ინდური რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად, აბა? გეტყვით რომ რუბრიკაში ჩემი ოჯახი ჩვენი სტუმარია საქართველოში ძალიან პოპულარული ბევრისთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ინდური მედიცინის აიურვედას ექსპერტი არუნ ხათრი მეუღლესთან ორ შვილთან და ბიძაშვილთან ერთად ხო როგორც მოგესალმებით დილამშვიდობის მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი ესე იგი არუნ პირველ რიგში გაგვაცანი შენი ოჯახი აქედან დავიწყოთ. აქედან დავიწყოთ. როგორც წესი ადარიგია. ნამასტე. ნამასტე. ბიძაშვილია ჩემი, ქართული კარგად იცის. მართლა? დაახლოებით 14 წელია საქართველოში ცხოვრობ. უყვარს საქართველო როგორც მე. აქეთ ჩემი ბავშვი მარია, ანა და ჩემი მეუღლე თამთა. ძალიან სასიამოვნოა. გოგონები. კი, ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი, მე მაინტერესებს ბიძაშვილი კი არ ჩვენთან ერთად, მაგრამ ჯერ წყვილის ამბავს მოვიკითხავ. კი. მე მაინტერესებს თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი. სად? როგორ რანაირად? სიყვარულის ამბავით შეუძლიათ? სად გაიცანით როგორ? მე უნდა გითხრათ თამთამ. როგორც გაგიღე, ვინც უფრო კარგად იცის? არა, ჯერ თქვენ გითხარით და მე თამთასთან გადავამოწმებ. ჩვენ ესე ვაკეთებ. კარგად აქვს. ხო და ეს ყველაფერი მოხდა როგორც უცბად მოხდა ყველაფერი და ღამე კომპიუტერში ძივართ მუშაობს უცბად საქართველოს დროშით ვიღაცამ წერს hello hi Skype-ით ადრე იყო კი მუშაობდი არ ვიცოდი საქართველო და მე ნელ-ნელა გავიგეთ ყველაფერი თამთასთან ლაპარაკობდი და მე ეს შემიყვარდა თამთაც და ეს ქვეყანაც 14 წელია მეც აქ ვარ. რა მაგარია. ბოლივუდის ფილმის ფინალივით გამოგივიდათ ესე გამოდის. უჯოსტად ესე გამოდის. თამთა თქვენც გითხარით ახლა? აბა ბიჭა რა მიგაწევით რატომ გაუგზავნეთ ასე ვთქვათ ეს მისასალმებელი სიტყვა და აი როგორ დაიწყო ეს ამბავი? ბავშვობიდან მიყვარდა ინდური ფილმები, მშობლებს უყვარდათ, უფრო უყურებდნენ. მარტო არ ახართ ამ ამბავში და რო წამოვიდარდი, მაინტერესებდა კულტურა, მათი ჩასაცმელი ძალიან ლამაზი, ჭკვიალა ჩასაცმელები აქვთ. ულამაზესი კი ბატონო. და მინდოდა ენის შესწავლა. მასწავლებელი თავიყვანე, რომ დავიწყე ინდურის სწავლა და ვიფიქრე, გავიცნობ რამ ერთი ან ორ ადამიანს, ავარჩი ერთი ბიჭი, ერთი გოგო, ვისაც მივწერე, რომ მეთქი კომუნიკაციაში დამეხმარებიან, უფრო კარგად ვისწავლი და ესე გავიცანი არუნი. რა მაგარია. კი, მაშინ არ იყო ეს ამდენი სოციალური Facebook-ი, Skype იყო ძირითადად და Skype-ით ვიპოვე. კარგი მასწავლებელი კი გიპოვნიათ აქტიურად. ესე იგი, თქვენ უფრო გასწავლათ ქართული თუ შენ უფრო ასწავლე ინდური? მე უფრო ქართული ვისწავლე. მართლა? ცოტა პირიქით გამოუვიდა. მე რა მაინტერესებს, რამდენ ხანში ჩამოხვედით თქვენ? თუ თქვენ წახვედით ჯერ? აი მე რა. ჯერ მე მოვედი. დაახლოებით ჩვენ ლაპარაკობ 3 თვე იყო და მოვედი. 3 თვის მერე. და რამდენი ხანი დაგჭირდა რომ ქართული ასე კარგად გესწავლო? იცი რატო ვამბობ ამას, რომ მე სხვათა შორის TikTok-საც გადავვნებ ხოლმე თვალყურს და იმდენად კარგად საუბრობს და ხო, ბევრ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწყობს ზოგადად. კარგად ისთან კი ბატონო. კი, აი რა დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ ასე კარგად შეგესწავლო ქართული? მე პირველი დღევიდან დავიწყე, იმიტომ რომ გავიგე ამ ქვეყანაში ინგლისური თუ იცის, არ აქვს მნიშვნელობა, ინგლისური არავინ კი ბატონო. ესე არ არის. თან მალე ვისწავლე 6 თვე დამჭირდა რომ საზოგადოებრივად გარეთ რომ ველაპარაკან მე რას ფიქრობს რომ უთხრა ხალხს მალე ვისწავლე კი ბატონო ისე თუ ადევნებ ხოლმე კომენტარებსაც ალბათ ადევნებთ თვალყურს და იმდენად გენდობათ თქვენი ესე იგი მიმდევრები იმდენად გენდობიან და იმდენად უყვარხართ რომ ესე წინადადებიც არის რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად ხوار დავიტანი კი აგიკითხავთ მე მგონი კომენტარები ხო შემდეგ მე მაინტერესებს აი ბიძაშვილი როგორ მოხდა მე უკვე ამ ამბავში თქვენ მე მგონი უფრო ადრე ჩამოხვედით ხო აქ დავხვდით ეს ბიზნესი ამას ბიზნესი უნდა და ბიზნესისთვის რო გახიგეთ საქართველოსი ასე არის 2011-ში მოვედით პირველჯერ და 2012
2014-ში დავიჩქეთ ერთი ჩარმეობა ჯველი საბურავის გადამუშავებას კარხანა მაქვს. ლილოში, ხო, ეს პირველი კარხანა იყო. ესე ძველი საბურავები ვიცით, სადაც უნდა მივიდა. კი, ლილოში. და ქართული ვისწავლე მასწავლებელიდან 3-4 თვე. აჰა. წერა კითხვა ვიცით ორივე და არ გაგიჭირდათ ისე ქართული სწავლა, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ ძალიან ხო, ახლა იქ მაინტერესებს. ვინც არ უნდა, არ უნდათ, ვინც უნდა, ამას სადვილია, ხო. როგორ ფიქრობ, ახლა შენ შეგეკითხები, ანუ ინდუელისთვის ქართული სწავლა უფრო რთულია თუ ქართველისთვის ინდური ენის სწავლა? ჩემთვის მაგალითად ენების შესწავლა რთული არასდროს არ ყოფილა და მარტივად ვისწავლე. გააჩნია ვიცი როგორი მიდრეკილი. სულ ჩემს ავიტყოფილ ხარ, დავიწყებ ინგლისური სწავლა, მივალ classroom, table და всё. საერთოდ ინდოელებისთვის სხვა ენა სწავლა უფრო ადვილია, იმიტომ თვითონ ინდური ენა ეგეთი არის, რომ ენა არის იმად ესე დაბრუნ რა ქვია მაგას რომ მიჩვეულია ენა. კი ბატონო. იმიტომ რთული ენა აქვს ინდური. რთულია და ამიტომ სხვა ენები უადვილდებათ შედარებით. და მე ესე ფიქრობს რომ აქცენტიც უფრო ახლოს არის, რომ სხვა ანუ მოქნილი ისა პირის აპარატი ინდოელებს იმისთვის რომ სხვა ბევრი ენა ისწავლოს. ისწავლო, კი ბატონო. ბავშვები მაინტერესებს ინდურადაც საუბრობენ და ქართულადაც საუბრობენ თუ ორივე თუ რომელიმე ინდური ესმის, როგორ არ ლაპარაკობენ ინდურად. იმიტომ ჩვენ ოჯახში ქართულად ლაპარაკობ. და იციან ინგლისურიც, ქართულიც, ინდურიც, მაგრამ ქართული ენა არის მაგი პირი. ძალიან ლამაზები რომ არიან, ეს ფაქტია. ეხლა გითხარით, გაგვეცანით უფრო კარგად, რა გიყვართ, რა უფრო მოგწონთ ინდური მუსიკა, რამდენად მოგწონთ ცეკვები, ქართული უფრო თუ აი როგორ არის ჩვენი ყველაფერი მოგვიყევით. ქვია ანა და ინდური სიმღერები უფრო მომწონს ვიდრე ქართული. ძალიან ცეკვები? ცეკვებიც. ცეკვებიც. რაღაცა ის სინქრონში რო გააკეთოთ, რაღაცა ინდური დაიწყო მთიულურზე გადახვიდეთ რა. აჭარული. ხო ხედავ უკვე ფრანგულად ცეკვავენ. ცეკვავთ ისე ინდურად? თუ არა? არა. საუბაროდ ისწავლიან. აუცილებლად, მე ძალიან მიყვარს და ისე მომწონს, აი თავისად ჩაცმულობით აი ეს რაღაც საოცარი ფერების ის რომ მიდის და თან მერე ცეკვები და მოძრაობები, აი არ ვიცი, მართლა ჩემი პატივისცემა ინდოელ ხალხს. აბა შენს გაგვეცანი, ახლა გითხარი? მე ვარ მარია და მომწონს ინდური სიმღერა და ქართული ცეკვა. ინდური რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად, აბა? ყველა. აი ერთ-ერთი. აი არ დაიბნა. ინდუეთში მიყავთ ხოლმე ხშირად? ხშირად არა, მაგრამ კი მიდიან. იმიტომ შობლებიც მოდიან აქეთ, ისინიც მიდიან იქით და არის. ისე კომუნიკაცია თუ ინდურად არ საუბრობენ ბებია ბაბუასთან? არა, ბებია ბაბუსთან საუბრობენ ინდურად. მე ქართულად უფრო ისე მივეჩვიე ქართული, რომ ეხლა ჩვენ ერთად ვლაპარაკობ ხანდახან ქართულად. ორივე ინდოელები ვართ, მაგრამ ისე მივეჩვიე აქ მესეჯის როგორ ახარ დილით ესე ვისკება ჩვენი და გაიხარეთ. ისე მივეჩვიეთ. აუ რა კაია. რეალურად ბიჭო რა შვები ხო? ერთი ინტრიგნული კითხვა უნდა დავიწყო ახლა. ოჯახში ახლა მარტო სიამტკბილობა ხო არ არის ყოველთვის ჩხუბებიც ხდება ხოლმე. ეგ აუცილებელი. აი ჩხუბი რო ხდება, ქართულად მიდის ჩხუბი თუ ინდური. ინდურ ენაზე მიდის ქართული სუბტიტრებით, აი როგორ არის. ინდურად. არა, ინდურად მიდის. იცი რატომ მიდის, რომ მეზობლებმა და მაგის შობლები ახლოს ცხოვრობენ, რომ არ გაიგო. ნახე რა გაცმა. რა ქართულ რა უნდა გიყარ? აი ეს კომი. ნამასტე. მე ზობრებზე როგორ ზრუნავენ? ქართულ ინდური კულტურა და ეს ტრადიციები რა შეეჯახა ერთმანეთს? აი ყველაზე მოულოდნელი თქვენთვის და არუნისთვისაც აი რა იყო ისეთი? ხო, აი რამესთან ძნელად შესაგუებელი ხო არ იყო? აი რამე ესეთ ტრადიციასთან არაფერი, როგორც გითხარით, ბავშვობიდან უყურებდი ამათ ფილმებს და ანუ ყველაფერი თითქმის ვიცოდი და ჩვენც ხა ისეთი არაფერი ტრადიცია არ გვაქვს განსაკუთრებული, რომ მიუღებელი ყოფილიყო მისთვის და ძალიან მარტივად. გაიხარეთ. თქვენ გიყვართ ინდური ფილმები? კი და ჩვენ დროს იყო ხოლმე აი სასწაული ჩხუბის სცენები იყო ხოლმე ინდურში. აი ესე მაგალითად 1 მეტრა უნდა ყოფილიყო დაშორება. აი ვითომ ასე და აი ესე რო გავაკეთებდი უნდა გადაფრენილიყო.
ეხა ძარი ფარდასთან რომ მიდიხარ და რომ ეხვევი ხო აი უკონტაქტო ჯგუფიო რომ აუ კაია მე მაინტერესებს ქართველები და ინდოელები რამდენად გვანან ერთმანეთს ასე რომ ვთქვათ ჯერ თუ ათაბდა თქვენ გითხარით და მე არ ვთქვენ ფიზიკურად რა თქმა უნდა ეხა არ გვანან მაგრამ ხასიათებით ხო აი სახასიათი გვაინტერესებს ხასიათებით თბილები ანუ ჩვენ ქართველებით თბილი ხალხი ვართ და სტუმართმოყვარე და ვიტყოდი ცოტა უფრო მეტი თბილები არიან ესენი. მართლა? მაგარ და ძალიან სტუმართმოყვარეები რომ არიან, ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, აი ვინცაც ქონია შეხება ინდოეთში ჩასულან. აი გაოგდებულები იყვნენ ხა ქართულ კაცს რო და ქალს რო გააკვირვებ სტუმართმოყვარეობით, აი ისეთი შოკში იყვნენ, თან აი უცნობ რაღაცა სიტუაცია, აი უცნობ ქორწილში, აი ქუჩიდან შეიძლება აღმოჩნდე ვიღაცის ქორწილში. აი უცნობი ხალხის წარმოიდგინე და თან ყვებიან, აი ოღონდ რამე გასიამოვნონ, მოგეფერონ. აი საოცარი ქვეყანა და საოცარი ხალხი ხართ მართლა და აი თქვენი სახით მადლობას ვეუბნები ყველა ინდოელს, მით უფრო ჩვენ მეგობრებს, ვინცთანაც შეხება გვაქვს და გაიხარეთ. თავთა მე მაინტერესებს დედამთილთან როგორია. დედამთილი როგორ არის ინდურად? სას. სას? სას. სას და ოღონ უკან ყვეთა მაკეთ და სიდედრი სიდედრი ჯახ ალბათ რაღაც აი იგივეა იგივე სიდედრი სასწაული ყველაფერი მაკეთ ხო და ამ კითხვას მეტი ეს არ უნდა სიდედრი საზუ შო იგნორჩეო ყველაფერი მაგის იქით არაფერი არ არის კაი იყო თავთა გვითხრათ როგორი ურთიერთობა გაქვს შენს სასთან მართლა სასწაული არ დაიჯერებთ და მართლა მასია დავიჯერებ აუცილებლად ხშირად მithქვამს რომ არ ვიცი დედამთილმა როცა რთული პერიოდები მქონდა ისე მომიარა და მომხედა მეთქი რომ ალბათ შენც ვერ მომივლით რომ დედაჩემისთვისაც კი მაქვს ეს ნათქვამი ძალიან კარგი მაინც დედამის სტატკი წემი სიდედრი სტატკი პირველ ჩხუბი მაგაზე მოვიდა ოკეი ძალიან კარგი ადამიანები ანუ მამამთილიც ძალიან კარგი ყავს და შემიძლია ვთქვა რომ ისინი არიან ჩემი მეორე მშობლები ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი გიჟდები სიამტკბილობაზე და გაიხარეთ ეხლა ბიძაშვილები რო არ დაგვრჩეს ესე იგი უყურადღებოთ აი თქვენთან როგორ არის აი ოჯახი გასაგებია დაძმა დედმამიშვილი აი ნათესავები რასაც ქვია აი ბიძაშვილები რა თქვენთანაც ესეთი მამიდაშვილები აი ესეთი ჭიდრო კავშირი აქვთ გარებიძაშვილები მული როგორ არის მაგალითად ჩვენთან იცით რა არის მაზლი ჩვენთან ძმა ამბობს როგორც ბიძაშვილი ხო ბიძაშვილი სიტყვა არ არის ძმა ჩემი ბიძაშვილები სხვა ბიძაშვილები რომ მოსული იყვნენ რუსთავში ვიკავით ჩვენ და ვინ არისო მეთქი ჩემი ძმა რო ორი ძმები ხართ მეთქი არა ეს ჩემი ძმა არის ესე კი ბიძაშვილი რა კაი კითხვა დავსვომეწონა მე დედაშვილები არის ძმა და გადასარევი ამბავი კარგია ესე იგი მომწონს რომ დაუშვათ აი ესეთი ნათესაური კავშირები ანუ ესეთი ძლიერი არის თქვენში იმიტომ რომ არის ახლა რომელიღაც ქვეყნები არის პირდა ნუ კუზენს ეძახიან ყველას ნათესავი ხო არ არის ესეთი და ხო და აღარ განვაგრძობ ესე იგი ძალიან ახლო ანუ დაძმობამდე აქვს აყვანილი აი ეს სიყვარული და ახლობლობა ძალიან მაგარია ეს ფაქტიურად ოჯახს უნდა გველაპარაკა და რაღაცა ინდურ ტრადიციებს იმაზე უფრო მეტი გამოგვივიდა. ხო, მე მაინტერესებს აი ესეთი რასუნელები და სანელებლები შემოვიდა თქვენს ოჯახში, აი არუნთან ერთად, ასე რომ ვთქვა. რასისუნენეებთან გაქვთ საქმე. ჩვენთან მაგალითად რაჭვების სულელის მაგრად სუნელს ამბობენ. სუნელი ხარ შენ, სუნელი. აბა ჩემთან ძირითადად ვაკეთებ სახში ინდურ საჭმელად. ძალიან მიყვარს ინდური სამზარეულო მართლა. მიყვარს, მეც ძალიან მიყვარს. ან ცხარეები უყვართ ჩვენი არ იყოს. ვისაც უყვარს მწარე ცხარე.
ყოველთვის ვაკეთებ ინდურს. თუ ქართულ საჭმელად დედა ჩემი არის ჩემი კარის მეზობელი, გავდივარ დედასთან. ეს ყველაზე ცნობილი ინდური აი კერძი რა არის ახლა დაუშვათ როგორ ჩვენთან ჩაკაფული რაღაც აი საფირმო აი რა ქვია ყველაზე ისეც. რამოდენიმე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ. Butter chicken არის ერთ-ერთი butter chicken ქათმის ის არის. Chicken ანუ ინგლისურიდან გამომდინარე. ხო, butter chicken ქვია ქათამი რომელი კეთდება ერბოთი კეთდებოდა ადრე, მაგრამ ეხლა იმით აკეთებენ butter კარაქით. კი ბატონო. ესე იგი მე როგორც აღვნიშნე, ყველამ კარგად იცის შენი სოციალური ქსელის ამბავი, კი ბატონო. ძალიან ბევრი საინტერესო დარიგებანი გაქვს, ასე რომ ვთქვათ. მე მაინტერესებს ოჯახში რამდენად ითვალისწინებ. მარტო ჩვენ გვარიგებ თუ ოჯახში ხასნატავებ? ოჯახში ვცდილობ მე, მაგრამ თუ ვხედავ მე რომ მე რასაც ვეუბნები, გინდა ბავშვია, გინდა სიდედრია. სას. სას არის თუ სოს? სოს არა, სას. სკუბის მერე სოს კეთდება. რო არ მიჯერებენ, მე თან მეკითხება, ეს როგორ, მე არაფერი არ ვეუბნები. მეთქი ვიდეოში უყურე. აი, რატო არის პოპულარული, ხედავ ვიდეო, რამდენი ნახვები აქვს. კი ბატონო. მაგრამ ვცდილობთ, რომ ოჯახშიც იყო, იმიტომ მე ვიცი ბოლოს მაინც ყვებით არის ეს მომავალში რას პრობლემა იყოს. ეხლავე ბავშვები თუ მიხვდებიან ყვება როგორი უნდა იყოს, არ იქნება ბევრი პრობლემები. აი დაუშვათ რა პროდუქტი არის ისეთი, აი რომელიც აი კატეგორიულად აკრძალული არის თქვენ ოჯახში, რომ აი ეს არ შეიძლება. ჩვენ შაქარს არადროს არ კიდლობს. დაახლოებით რამოდენიმე წელია მე აღარ მახსოვს, რომ როდის ვიკიდე შაქარი. შაქარი არ კიდლობ. შაქარი არა გვაქვს. ესე იგი მურაბებიც გამოირიცხა ხო? კი, მურაბები არა, წვენები არა. ეს იმიტომ შაქარია ის. ნუ გაზიანს ასწავლებს აღარ ახსენებ წვენს თვითონ აი ფრეში რასაც ქვია არც ის? ხილი ვჭამ. ხილის წვენს ვამბობ, აი გამოწურული. რატო უნდა გაწუროთ ის პირდაპირ უნდა ჭამ. ანუ ის უფრო ხილი ჭამა ჯობია ვიდრე გაწურული. გაწურული წვენიც იგივე შაქარი ხდება ბოლოს. და უფრო კონცენტრირებულია ხო? კი, რასაც კარგია, იქიდან მე იცლება და ეხლა ვაშლი ჭამა ჯობია ვიდრე ვაშლის ნამდვილი წვენი. ხედავ, აი. რო გეუნებოდი არ მიჯერებდი. სანამ არ ეს ექსპერტი არ მოვიხმე. მოვიხმე. აი ზეთის მაგივრად რას ხმარობთ მაგალითად? იმიტომ რომ მე თქვენ გაქვთ ვიდეო ზეთთან დაკავშირებითაც. მე ვიკენებს ერბო თუ არა მაქვს, ვიკენებთ მაშინ კარახი, ეს ორივე თუ არა მაქვს, მაშინ ზეთუნი ზეთი. მესამე არაფერი. ღორის ქონს დაუშვათ რომ ხმარობენ და რა ვიცი ამბობდნენ უფრო სასარგებლო ვიდრე ზეთი. ღორის ქონი ჯობია ვიდრე რეფინირებული კვით ეს ზეთი რო იქიდება კალისფერი რაღაცა. თქვენ როგორ ახართ? უჯერებთ ხოლმე ახლა დედას და მამას აი ჯანსაღყვებაში თუ მაინც იპარებით რაღაცეები? ხანდახან უჯერებთ თუ ხანდახან იპარებით. ხანდახან. ოღონ გარეთ სადმე, ხო? აი ჩიფსები და რაღაცეები? ნაყინი რაღაცა ისეთი ეგეთ რაღაცები. უყვართ ხო? უყვართ. გაზიანის ასმელებიც ალბათ. გაზია, ესენიც არ ასვამენ გაზიანებით. უკვე მიხვდნენ რომ მართალია და ხო, მე ცეკვაში ხელს ეგიშლის. იცი რა ინტერესს? აბა წეღარ ვეკითხებოდი რაღაცას ჩურჩულებდი, რაღაცა კითხვები რო ქონდა ისეთი, აი უფრო მეტად რაც გვაინტერესებს, აბა ოჯახებთან დაკავშირებით. ხო, არა, მართლა ძალიან საინტერესო ამბავია. აი თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო რომ ინდოელთან გქონდათ ურთიერთობა და ცოლად მიყვებოდეთ, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო რომ ქართველი მოყავდათ ცოლად? აი ოჯახში მშობლებმა რო გაიგეს, აი ეს ამბავი ძალიან საინტერესოა. ჩემი შემთხვევაში ეხლა დედასთვის ცოტა იქნებოდა უცბად, მამა ჩოვლები როგორც გინდა ესავ. მე დედამაც ეხლა მე რო შობლებს არ მოწინამდგეთ, აქ არ მოვიდოდი. ჩემი შობლებმა მითხრა წადიო, მაშინ მოვედი. თუ დედა ან მამა ერთი თუ მეტყოდა, არა ეს ან თუ არ მოეწონებოდა,
მე არ გავაკეთებ. ხო, ანუ ესე იგი დედის კურთხევა და მამის კურთხევა არის ჩვენებურად რო ვთქვათ, საჭირო, ხო? მე არ გავაკეთებდი მაგის მოწენამდე. იმიტომ მე ჩვენ ესე ფიქრობს, რომ სულ ჩემი ესეთი გულში იქნებოდა, რომ მოწენამდე ვიყავი შობლებს და მე ჩემი ბავშვებიც ეგრე შეიძლება ჩვენს ესე გააკეთებ, მე ესე ვაკეთებ. თან დედა და მამა ცუც არ გირჩევს. ეგ არის. იმიტომ შობელი არის პირველი მასწავლებელი ბავშვების მაგალითიც უყურებენ მაგას. იმიტომ მე ვცდილობს რომ ბევრს ვეუბნები ოჯახში არ მოწიო, ოჯახში ცოტა სხვანაირად უნდა ბავშვებს თან ცოტა უნდა იყო ყურადღებათ შობლებმა. კი ბატონო, კი და აი ძმამ როგორ მიიღო? ბიზაშვილს ძმამ. კარგად მიიღო მაგარად. მაგისთვის ნუ საქართველოს იგივე ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო. ოჯახებში ურთიერთობა საქართველოს მაგასაც ბევრი მეგობრები ყავს ქართველი. აი თქვენ თავდაპირველად როგორ მოხვდით საქართველოში, ესეც საინტერესოა. მე გავიგებ ვინმეგან ესა საინვესტმენტიო სემინარი თუ რაღაცა იყო დელში. გამოფენა რაღაცა იყო. კი ბატონო და იქიდან თავრობისგან. მე ოჯახში იყო, მე არუნის ამბავი მოგდა. ყველაფერმა ხელი შეგიწყოთ მოკლედ აქ რო ჩამოსულიყავი. ეგლა მართლა ესე ტელევიზიაზე რო ვართ ესე კი არა, მაგრამ მართლა ესე როგორც ჩვენი ქვეყანაა ეს. ესე მომწონს ბავშვებს და ყველა მოდი ისე კულინარულ ამბებს ვარ დაუბრუნდეთ და რაღაცა მართლა იმდენად კარგი რჩევებია და სასარგებლო რჩევები და იქიდანაც აქედანაც გამომდინარეობს რომ ამდენი მიმდევარი ყავთ და უსმენენ მართლა გაფაციცები და ცდილობენ დაიცვან თქვენი რეკომენდაციები და აი დაუშვათ აი ყველაზე ჯანსაღი საკვები ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი აი რაც აი როგორ წეგან კითხეთ რომ რაღაცა არ შაქარი დაუშვათ გამორიცხული არ ყიდულობთ აი ყველაზე უფრო ხშირად თქვენ ოჯახში რა არის? ანუ ეს სულ უნდა იყოს სახლში. დაუშვათ ესეთი რაღაცა პროდუქტი რომელია ესეთი? ნუ ჩემი კვება არ იწყება სანამ კვერცხი არ არის. კვერცხი არის სრული პროდუქტი. აჰა, კი ბატონო. დედის რძის მერე არის კვერცხი, სადაც ყველაფერია. არ არსებობს იქ C ვიტამინს რო დაანებო დანარჩენი იქ ყველაფერია, როგორც ადამიანს სჭირდება, ტვინი, თვალი, კანი, ყველაფერი ადამიანი შეიძლება იცხოვრო კვერცხის იმაზე. არ სჭირდება სხვა რამე, იქ ცხიმიც არის, ყველაფერია. ხო, სიმბოლურადაც ისეთი პროდუქტია და თან მართლა შემადგენლობითაც. კი. კი ბატონო. კი. ესე იგი, აუ რაღაცა უცებ ბევრი კითხვა წამოვიდა. ჩამოვაყალიბე. ხო, მინდა რომ ჩამოვაყალიბო. იცი რა მაინტერესებს? აი, თუ ადამიანი ყველა თქვენს აი ეს ვიდეოები რაც გაქვთ. ზედმიწევნით ყველაფერს გაითვალისწინებს მაგალითად. პლუს რამდენი წელი ვიცოცხლებთ? მათემატიკაში გადავიდა, ბალტერია უნდა ნახე ეს ყველაფერი რამდენი წელი ვინ იცხოვრებს ეს არავინ არ იცის მაგრამ რო გავიხანგრძლივოთ კი ბატონო 1 წლის მერე -5 წელი გამოიყურები სახით და ტანით როგორ გამოიყურება ადამიანი თუ გასწორებ ყვება 1 წლის მერე -5 შეიძლება გამოიყურებოდი ადამიანი ხო ესე იგი ეხლა ცოტა კურკუმას რეკომენდაციას უწევთ ყოველთვის თქვათა შორის ძალიან ბევრმა და ჩვენს ოჯახში დავიწყეთ აქტიურად გამო კი ბატონო მე რომ მოვედი და ვიკენებდი საწმელში კურკუმა მაგის შობლებიც რა კრასკა არის ესაო რა კვეთილია ყველაფერი ხო და ეხლა საქართველოში გავიგე რომ ყველა ოჯახში დაახლოებით კურკუმა არსებობს დღეს და კარგიც არის და კარგიც არის და როგორც ვიცი რაღაცა ეს კვლევებიც არის რომ აი კურკუმას ვინც მიირთმევს ხშირად და უშუალოდ სიმსივნის შემთხვევები ანტიოქსიდენტი ანტიკიბო ანტიბაქტერიული ანტისისხე ყველაფერია კურკუმა არის სიცოცხლე ეს კურკუმა ეხლა როგორ უნდა მივიღოთ და როგორ უნდა მოვამზადოთ საწმელში შეიძლება რაღაცა რაოდენობა დაახლოებით რომ ეკითხებიან მე მილიგრამებით არ ვეუბნები არავის მაგრამ ერთი ჩაის კოზის მე-4 დღეში თელი ცხოვრება და კი ბატონო უნდა მიიღოს ეხლა მაინტერესებს ეხლა ანუ ინდურ საჭმელებს უფრო ვაკეთებო ხო ქართულებსაც აკეთებ თავისთავად
აი ახლა როგორ შეიძლება სინთეზი რო გააკეთოთ დაუშვათ ქართული ინდური რაღაცა საჭმელი გააკეთე ის ინდურის უნელით გადააზავე და ცოტასი აკეთებთ ამ ექსპერიმენტებს ახლა კურკუმა თუნდაც კურკუმა რომ ავიღოთ არ აქვს არანაირი სპეციფიური ესეთი გემო და ნებისმიერ საკვებს შეგიძლია უბრალოდ ფერს შეუცვლის მეტი არაფერი ფერი არა უჟე გემო არ უნდა გაუქმო გემოს არ უცვლის და ეს აი კოვზეღარაც თქვით რომ კოვზის 1/4 უნდა მივიღოთო ანუ რა სახით უნდა მივიღოთ ანუ კოვზით პირდაპირ პირდაპირ წყალთან შეიძლება ცხელი წყალშიც ადუგება შეიძლება ყოველთვის ცხიმთან ნებისმიერი ბალახეული საშუალება როცა იმატება იმასთან ცხიმი უფრო ითივსება კარგად იმიტომ რძეში შეიძლება ან კარაქთან ერთად შეიძლება ან მოყრა შეიძლება რამე საჭმელზე ხო რასაც მოუხდება დაუშვათ ხო კი ბატონო არა ესე არა გამზადების დროს შეიძლება დროს კი ბატონო ზევიდან პილპილისავი თუ გააკეთე არ შეიძლება არა გემო გააპუჩეთ გაკეთების დროს ხახვი რომ მოიშუშება იმ დროს უნდა გააკეთო რომ მე მიიღეს ოღონდ ხახვი უნდა მოშუშო ერბოში უფრო ვიდრე ზეთში ხო რაფინირებული შაქარის მერე რაფინირებული ზეთი არის ყველაზე მავნე თუ არის საშუალება ადამიანს ეს უნდა დაანებო პირველ რიგში ისე მეც მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის ეს ზედმიწევნით და რო და ზეითუნის ზეთიც არის ზეითუნის ზეთს ზეითუნის ზეთიც ეს ზეითუნის ზეთი არა კარგია თავდა თქვენ არ გაგიჭირდათ რაღაცა უცებ გადმოწყობა ამ ყველაფერზე თავიდან ერბოსთან შეგუება ცოტა გამიჭირდა მაგრამ მე რომ მიეჩვევით ის განსხვავებას ვეღარ გძნობ ხო კი ბატონო რამდენად ხშირად სტუმრობთ ხოლმე ერთმანეთს აი როგორ ვიცი რომ ძალიან გიხარიათ ზოგადად აი წეღანაც ვისაუბრეთ ამაზე ძალიან სტუმართ მოყვარები არიან და აი რამდენად ახერხებთ რომ ხშირად იაროთ ერთმანეთთან აი რაღაცა დღესასწაულებზე უფრო თუ აი ჩვეულებრივ დღეებში ყოველდღე ერთად როგორც მეუკლები ყოველდღე ერთად და ბავშვებთან კვირაში ორჯერ ხო კი ბატონო აი და რა დღესასწაული გაქვთ თქვენ ყველაზე გამორჩეული სადაც ახლა თუნდაც ინდოეთში ან აქ ცხოვრები ინდოელები როდესაც ეხლა მოდის ზეგარის ხო ხო ჰოლი ეს ფერების ფესტივალი 16 მარტს 16 მარტს აქ ესე ზეგ უნდა დაგვეპატიჟებინეთ აქ როგორ აღნიშნავთ ხოლმე მე ძირითადი ცოტა ინდური ფესტივალებზე იმდენად მე ჩემი ესა მაქვს კუთხე მაქვს და არ მივდივარ იმდენად ინდოეთში რო ვიკავი მაშინაც ძალიან არ ვიცი რატომ იმდენად არა ეს ფერის ფესტივალი რაღაცა მაგრამ აქ არის რომელიც ნიშნავენ და ფერებია მუსიკა დალევა რაღაცები არის ხო ისე ხო დალევაზე მე შემდეგ მოსვლაზე უნდა გკითხოთ ანუ რომელი სასმელი ალკოჰოლური სასმელი უფრო ზურიკო ზოგადად არა ინდოელები რომელი ამ პრაზნიკ გვინო თუ არა არა გვინო არაკი არაფერი არა სპეციალური გაკეთებული სპეციალური დასალევია ბალახით შემდეგ სტუმრობაზე წამოიდეთ მაინტერესებს დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი სტუმრობა